ჯრუჭის შესათავზეით ყვირილას სამხრეთ კიდეზე არის საჩხერი. წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. საჩხერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 7 კილომეტრზე მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს სოფელი სავანი, რომელიც აკაკის სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც სათვალდათვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც საუცხოო რამ არის. აქ ყოველი ქვა ისტორიას ყვება, ყოველი ბილიკი წინაპრების ნაბიჯებს ინახავს. სავანი ის ადგილია, სადაც წარსულის გამოცდილება და თანამედროვე ცხოვრება ერთმანეთთან ჰარმონიულად თანაარსებობს. სოფელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. სოფელში შემორჩენილია ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ორი ძეგლი, მე-11 საუკუნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ჯვრისებრი ტიპის წარწერის გარეშე პატარა გუმბათიანი ეკლესია, რომელსაც ხალხი გიორგის ოურს ეძახის. მე-17 საუკუნის კედლის მხატვრობა დაზიანებულია. სოფლის სიამაყეა წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანი ეკლესია, უგუმბათო, საკვირველად შენებული, რამე თუ არს მთლად ქვისა კანკრიტურთ. აქ გაირბინა აკაკის უდარდელმა ბავშვობამ და მის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო იმან, რომ აკაკის ძიძა მანო სადუნიშვილი სავანის ეკლესიის წინამძღვრის სიმონ სადუნიშვილის ქალიშვილი იყო და ვინ იცის, რამდენჯერ შეხებია აკაკის ხელი ჩვენი წარსულის ამ დიდებულ ნაშთს. სავანის ტაძრის შესახებ გარდა წერილობითი წყაროებისა ჰქონდა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. შესასვლელში არის წარწერა, რომ ეს აშენდა 1046 წელს შეწევნით გიორგი ერისთავისა და სავანის გლეხობის მიერ და მშენებელი იყო არქიტექტორი ხარაბა. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად ეკლესია აუშენებიათ იმ ადგილას, სადაც მეფის ჯარს გაუვლია, ფეხი გაუწმენდია და დიდი გორა დამდგარა. სხვა ვერსიის თანახმად აშენებულია ყველაზე მაღალ ადგილას, რომელიც მაშინდელი სოფლის ცენტრს წარმოადგენდა. ამასთანავე აქ იყო სანავი ადგილიც. გადმოცემით ტაძრის ასაგებად პასიეთიდან მოტანილი ქვები გამოუყენებიათ, რომლებიც უსახსრობისა და უტრანსპორტობის გამო ხელიდან ხელში გადაცემით მოდიოდა. ამბობენ, რომ თურმე მშენებლობის დროს დაღლილი მუშა ჩამომჯდარა ტაძრის ქვაზე, რომლის ნაკოლევი დღესაც ამჩნევია. წყაროზე ჩასულ მუშას, რომელსაც დიდი ქვემოსწონებია, ტაძარში აუტანია. ხონღაცის წყალზე უყოფილო ხელპირი დამიბანია, ტყუილად აქედან ასვლას ამ ქვის ატანაჯობიაო. ქვა ამოტვიფრული წარწერით დაუდოთ სათემო ადგილზე დიდი ცაცხვის ქვეშ. უძველესი კელიებისა და სადგომების ნაშთები თუ ვიმსჯელებთ, აქ ადრე მონასტერი უნდა ყოფილიყო. ეკლესიას მთავარი შესასვლელი კარები სამხრეთით აქვს. მთელ სიგრძეზე გასდევს მე-17 საუკუნეში მიშენებული სტოა კარიბჭე, მხოლოდ ამ მიშენებულ ნაწილშია ფრესკის ფრაგმენტი, ფრინველის გამოსახულება. აქვეა პატარა ოთახი, ეგრეთ წოდებული საქალებო. შენობას აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 3, ხოლო დასავლეთით 1 სარკმელი აქვს, რომლის დაბლა დისკოს ნაცვლად ძლევამოსილების სიმბოლო ლომის რელიეფური ფიგურაა ჩასმული. ტაძარს 3 კარები ჰქონებია, ჩრდილოეთით კარები ამოშენებულია. დასავლეთით ვაზის კარები ამშვენებდა, რომელიც დღეს მუზეუმში ინახება. სამხრეთით კი მთავარი შესასვლელი კარებია. შიდა ინტერიერში სახეცვლილებებია. ამ კანკელს ქონა ერთი კარი მხოლოდ. აღსავლის კარი. სამხრეთ და ჩრდილოეთ არ ქონდა. ეს იყო აი ასე. ჰორიზონტალურად ასე. და ზედიტო ეს. მე ეს რომ არა ასის. ესენი გამოიყენეს ამაში. ეს ქვებია ჩანაწერი და ეს ასაცხედა თან მასიურ ქვას არის ჩანაწერი. ეს შეიცვალა 2010 წელს. ეს აბაცია ჩავდა ქართულ ბანკმა. იქვეა მე-19 საუკუნეში აგებული სამრეკლო, რომლის ზარები რუსეთთან შეერთების შემდეგ ჩამოხსნეს და წაიღეს. ეკლესიას გარედან შემოვლებული ჰქონებია დაახლოებით 1 მეტრის სისქის ქვის გალავანი, ტრის შემოსევის თავდაცვის ზღუდე. როგორც მამა ზოსნიომ გითხრა, დაგეგმილია გალავნის აღდგენითი სამუშაოები. ტაძარი აგებულია პატრიარქ ოქროპირ მეორის დროს იმერეთის ერისთავ-ერისთავის გიორგი ბზანებით, არქიტექტორ ხარაბას მიერ. იგი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშთაგანია. გამორჩეულია პროპორციების ჰარმონიულობითა და დახვეწილობით, მორთულობითა და არქიტექტურის ორგანული შეხამებით. გეომეტრიული და მცენარეული მოტივებით შესრულებული ჩუქურთმებით შემკულია კარნიზები, სარკმელები და 2 პორტალის საპირეები. სამხრეთის პორტალი უფრო დიდი და მდიდრულია. კანკელის ნახევარცვეტები მოგვაგონებს იონიური და კორინთული სტილის ნარევს. და მინდა გესაუბროთ მე-11 საუკუნის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე, სავანის წმინდა გიორგის სახელობის საქტიტორო, ანუ საამშენებლო წარწერაზე.
ამ წარწერაში, რომელიც შესრულებული არის 1056 წელს, მოცემულია ორი არგვეთის ერისთავის სახელი. ერთი უშუალოდ აღმშენებლის გიორგი ერისთავის და მეორე მისი ძმის არგვეთის ყოფილი ერისთავის ხურსის სახელები. სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე ქტიტორის წარწერა გვამცნობს. სახელითა ღმრთისაითა მე გიორგი ერისთავმა ავაშენე ესე, წმინდაი ეკლესიაი სავანისაი, სალოცველად სურისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის, გულზვიადისათვის და მარიამისათვის და შვილი ჩვენისა გოლიათისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი, მეოხი იყავ წინაშე ღმრთისა ამინ. იყავ ქრონიკონი 226, აეშენა მეფობისა ბაგრატ კურაპალატისა. როგორც წყაროებიდან ირკვევა, სავანისა და ქორეთის ეკლესიის ქტიტორი გიორგი ერისთავია. პირველად ქორეთის ღვთაების სახელობის ტაძრის წარწერაში სახეთება დედა მარიამთან და ძმა ხურსთან ერთად. ქართლის ცხოვრების მიხედვით ხურსი ერისთავი 1021 წელს შირიმთან, რატი ლიპარიტის ძესთან ერთად დაიღუპა ბიზანტიელებთან ბრძოლაში. სიმონ აფაქიძის აზრით, ბაგრატ კურაპალატის მეფობის პერიოდში გიორგი ერისთავი მხოლოდ ტაოს კარში მოიხსენიება. მისი აზრით, ზვიადი და გულზვიადი ერთი და იგივე პირია. ამ შემთხვევაში სავანის ტაძრის წარწერა ასწორებს ჩანაწერს ან გადაწერის შეცდომას. გიორგი, როგორც ჩანს, ბერად აღკვეცილა მეუღლისა და ვაჟის გოლიათის ნაადრევი გარდაცვალების გამო. წარწერაში, სადაც ნათქვამია შვილისა ჩემისა გოლიათისათვის და დედისა მისისათვის, წმინდაო გიორგი, მეოხე ყავ წინაშე ღმრთისა ამინ. დასაფიქრებელია, ეს გიორგი ხომ არ იყო, რომელმაც შემდგომ კათოლიკოსის ხარისხი მიიღო ნეტარო ქროპირის გარდაცვალების შემდეგ. სამხრეთით ორ ფანჯარას შორის ნიშში აღკაზმულობის შემსწირავის საურმა გაქუნისძის წარწერა იკითხება. წმინდაო გიორგი შეიწყალეს საურმა გძიაქუნისა და განუსვენეს სულსამშობელთა მისცაისა. ამის ეკლესიისა გებასა შესწირა აღკაზმულობა იმ მძიმე გოლიათის სულისათვის, ვინც წაიკითხოთ ლოცვასა მომიხსენიეთ ამენ გვეყან ჩვენ. წარწერიდან ვიგებთ, რომ საურმა აშენებაზე შესწირა საეკლესიო მსახურთათვის საგნები და ყოველგვარი ნივთი გოლიათის სულის საუხად, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი ორივე გარდაცვლილნი იყვნენ წარწერის შედგენისას. აქვე სამხრეთ-აღმოსავლეთის წარწერაში მოიხსენიება კვირიკე. დასავლეთის შესასვლელის ტიმპანის პირველ წარწერაში საუბარია ხუროთმოძღვარ ჰარავას და ერისთავისა გიორგის შესახებ. სახელითა ღმრთისაითა მეოხებითა, წმინდისა ღვთისმშობლისაითა, წმინდისა გიორგისითა, დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარავაი, აღასაშენებლად წმინდისა ამის საყდისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავი, სალოცველად სულითა მათისათვის და მშობელთა მათთვის და გოლიათისათვის და დედისა მისისათვის. აქვე წითლად შეღებილ ადგილებში წარწერებია, რომელთა ამოკითხვა ვერ ხერხდება. ქტიტორის როლში გვევლინება თვით სოფელი სავანიც. აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში გიორგი ერისთავი ამბობს, რომ მიმეც ამისა ეკლესიისა ნახევარი სავანისა სოფლისა, თანად ამირგეს ოდეს შენებაი დავისყეთ მშობლითა, ღმერთმან უბედნიერე უკუნისამდე. გადმოცემის მიხედვით, განსაკუთრებით სამგვარს გამოუჩენია თავი ქავთარაძეებს, კუმლაძეებსა და ღონღაძეებს. მშენებლობის დროს ერთი მერელ ქალს ორნამენტიან ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური მოუტანია. მშენებელს ამ ხაჭაპურის მოხატულობა მოწონებია. ხალხმა ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე ამოკვეთილი ორნამენტიანი დისკო რატომღაც იმ ხაჭაპურს დაუკავშირა. ლეგენდაზეც იყო, რომ ქავთარაძეებმა ხაჭაპური მოიტანეს სადილის დროს ადრე, როცა ეს ეკლესიის ტაძარი შენდებოდა, მეც ავდექი და გავაკეთე აი ამ ტაფაზე დიდი ხაჭაპური და მოვიტანე იმისთვის, რომ სიმბოლურად გამოჩენილიყო. წყაროები გვამცნობს, რომ შემონახულია მცირე ზომის სახარება, რომელიც აღნიშნული წლისა და ქართული ქრონიკონის ციკლის საფუძველზე მე-16 საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. მინიატურაზე გამოსახულია 4-ვე მახარებელი. სახელითა ღვთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმინდისათა, მეოხებითა წმინდის დიმიტრის შემოსილისითა და შეწემითა წმინდის ნიკოლოზე მღვდელმთავრისა, მე მერაბ კალმახენმა და ჩემმან თანამეცხედრემან ესე დავაწერინეთ წმინდა ესე სულთ განმანათლებელი ოთხთავი სალოცავად სულისა ჩვენთათვის და სადღეგრძელოდ შვილისა. ქართულ ხელნაწერებში მერაბ კალმახელი არ მოიხსენიება, მაგრამ ოთხთავის დაწერის დროს ის ალბათ კალმახელების ციხე-სიმაგრის პატრონი იყო. მე-16 საუკუნეში სამცხე საათაბაგოდან განმოსახლებულ ქრისტიანებისათვის ერთგულ ქართველ თავადებსა და ფეოდალებს თან მოჰქონდათ საეკლესიო სიწმინდეები. ეს სახარებაც იმერეთშია გამოტანილი. კალმახელის წინაპრებიდან ცნობილია სულა კალმახელი, ბაგრატ მე-4-ის მომხრე ბაღვაშთა წინააღმდეგ ბრძოლისას, რომელმაც შეიპყრო ტყვედ ცნობილი ლიპარიტი და მისი ვაჟები
და ამით დაასრულა ძმათამკვლელი შინაური მტრობა. სრულიად იმერთა მამამთავარმა და ჩუჩის წინამძღოლმა ქავთარაძემ სვიმონ შეგწირე შენ სავანის წმინდა გიორგის ესე ხელწერილი სახარება სულისა ჩემისა საოხად ვინც და რამანც ძემან კაცისამან ესე შენ გაგწიროს ისიმს შეიშლება სჯულის ქრისტიანობისაგან შენდება ბრძანდა ღოვეთის გულისათვის. მართალია ეს სახარება სავანის წმინდა გიორგის ეკლესიისა იყო. მე წამოვიღე და ამისა ნაცვლად დავდევი იქ ამ ტანის სახარება ვერცხლის კუბოში ჩასმული თავისუფალი ვიქმენ მამა არქიმანდრიტის წყევრისაგან წერს ოქროპირმღვდელი წერეთელი. ეს სახარება დაკარგული ყოფილა ქალაქ თბილისში და მე ამოვიგე 1894 წელსა და ისევ შემოვსწირე სავანის წმინდის გიორგის და აწმნურავი ნიკადრებს ეკლესიიდან გამოტანეს. ბატონო, ესე იგი მე აქ ვიყავი მოსული ეზოში და იქით ეს იყო. მართალია. არამედ იყო, მაგრამ შემეშინდა ეს დიდი რომელიც იყო ავიღე და წავიდა სახში. ჩუმაკო და მაგარი. როგორ არ ქონდა ყდა? სამეტეს საუკუნის. პირველი მეორე თავი აქ. ესე წაიღო და აუკეთა აი ეს და მოაჭერინა და ასევე ეს არის ყველაზე ჩვენი ძირფასი ნივთი, რაცაც ჩვენ ფლობს ეს დღეობიდან. წლებს მისდევს, დროის ჩარხი ტრიალებს. 1700 წლიდან 1927 წლამდე პერიოდულად მოქმედი იყო ჩვენი ტაძარი. გადის დრო, ჟამთა სიავისაგან ბევრი ტაძარი დაქვრივდა. ხალხს ლოცვა დაავიწყდა, თუ დაავიწყეს. 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა მიწის რომ დიდი ზიანი მიაყენა ტაძარს, დაზიანდა ეკლესიის სახურავი, კედლებზე არსებული ჩუქურთმები. 1994 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები და სასიხარულოა რომ ამ დიდებულ საქმეში სოფელი ისევ ერთ მუშტას შეიკრა და ისევ თვალს და გულს ახარებს წარსულის უტყვი მემატიანე. ეს სულოვანე მოსმია სადაც არის ეს სულოვანე მორყეული იყო ხელი გამოწეული გადაწეული მე შიდა ბუდე ხო ამ უსუფთავო რომ მიაჯინოს ვისგან არის შეხედე ეს უკვე ადრენა რესტავრაცია და ეტყობა მე გადაწყვეტეს ასე დატოვეს რა. მდინარეობა რესტავრაცია სამხატვრო აკადემიიდან ჩამოიყვანეს სტუდენტები. 7 თუ 8 იყვნენ რა. აქ ცხოვრობდნენ ამდღაც ერთი თვე. ხარაჩო მოაწყვეს ეს სათითაოდ ინცესები რაღაც სპეციალური არის სათითაოდ ხიკეს ამოიღეს აქედან სახეში. დრონი მეფობენ და სავანის ეკლესიის კარი კვლავ გაიღო. 1998 წელს ღოთის კაცი მოერვინა სოფელს. მღვდელი მონაზონი არქიმანდრიტი ზოსიმე და დღესაც ისეთივე საეკლესიო რიტუალებს ატარებს ეს დიდებული ადამიანი, როგორც 1000 წლეულის წინ ტარდებოდა. ინათლებოდნენ და ინათლებიან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე თაობები, ჯვარს იწერენ მეფე-დედოფლები. აუარება მომლოცველი ჰყავს ამ წმინდა ტაძარს. ღოთის შიში გააღვივა ჩვენში სულიერმა მოძღვარმა. ჩუქურთმებში იწერება მამა ზოსიმეს ტკბილი და სულში ჩამწვდომი გალობანი. ტაძარში მოსვლის წუთიდანვე შეიყვარა იგი ხალხმა და რამდენადაც სასიამოვნოა მისგან საპასუხო სიტყვის მოსმენაც. იმდენად შემაღვარა თავის ოფენდა სალამენტა. ახლა ცხოვრება რომ არ ვიცი რასაც ასვლა არ მინდა და არც ვაგები დასვლა საქონდაება აქ უნდა მოვიდე აქ უნდა დავიმართო ასე რომ მივახარ ყველანი და ვერნიერი ვარ საფრობა. დღესაც ამაყად დგას ტაძარი რწმენის განსამტკიცებლად. ქართული ხუროთო მოძღვრების ქება დიდებად. მისი მემკვიდრეობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვართ ხიდი იმ თაობებს შორის, რომლებმაც შექმნეს მომავალი, რომელიც იგუგუნებს სამარადეჟამოდ. სავანის ტაძარი საუკუნეთა სიმშვიდეში ლოცვად ქცეული ქვაა, რომლის კედლებში დრო ჩერდება, მაგრამ გალობა არ წყდება. შენს თაღებში მზის სხივები ჩუმადიდებს ბინას. სიუარ ხვევს ჩუქურთმაში საუკუნის სუნთქვას. ზარის ხმაში იმალება შენი მაჯის ცემა. წლებს სათქმელი შენს უბეში ჩვენთვის ბევრჯერ უთქვამს.